ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ განსაცდელი, რომელიც დაშვებულია სადიდებელად ღმრთისა. განსაცდელი საეკლესიო სწავლების მიხედვით არის ორი სახის. ერთი, რომელიც მოიწევა ადამიანზე ცოდვების გამო, ხოლო მეორე, რომელსაც უფალი უშვებს პიროვნების სულიერი სათნოების გამოსავლენად, განსამტკიცებლად, კიდევ უფრო სრულყოფისათვის და ასეთი განსაცდელი ძირითადად ეგზავნებათ რჩეულ ადამიანებს, რჩეულ პიროვნებებს და აი სწორედ ასეთი განსაცდელის შესახებ მოგვითხრობს სახარება, რომელიც იკითხება აღდგომიდან მე-6 შვიდეულის კვირა დღეს საკვირაო წირვაზე. ამ კვირას ეწოდება სახარება ბრმისა. უკაცრავად ამ კვირა დღეს, ამ შვიდეულის მე-6 შვიდეულის კვირა დღეს ეწოდება ბრმის კვირა. ანუ მოთხრობილია ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ აუხილა თვალები მაცხოვარმა შობიდან ბრმას. ეს სახარება გახლავთ იოანე ღვთისმეტყველისა მე-9 თავის 1-დან 38 მუხლის ჩათვლით. უპირველეს ყოვლისა, მაცხოვარი მოწაფეებს სანამ აუხელს თვალს ბრმას, ეუბნება, რომ ეს განსაცდელი, ანუ მისი სიბრმავე, თანდაყოლილი დაბადებიდანვე, არ არის შედეგი ცოდვებისა, იგულისხმება მშობლების და წინაპართა ცოდვებისა. არამედ ეს განსაცდელი დაშვებულია სადიდებელად ღვთისა, რომ გამოჩნდეს აი ამ განსაცდელის მატარებელ პიროვნებაში ღვთის დიდება და ძალა. და რა შემთხვევაში შეიძლება ეს გამოჩნდეს, თუ პიროვნებაში არის მიუხედავად აი ესეთი დიდი ფიზიკური ტრავმისა, დიდი და არა მარტო ფიზიკური, სულიერი ტვირთისა და სიმძიმისა, ასეთი შეზღუდულობა ადამიანისა, რასაკვირველია, ეს არის უდიდესი ტრაგედია, გამოვლინდეს მიუხედავად აი ესეთი ტანჯვისა და წამებისა, შინაგანი ჯანმრთელობა, შინაგანი ესეთი თლიანობა, სრულყოფილება, სათნოებანი და უპირველეს ყოვლისა მისი სარწმუნოება, სასუება და რაც თავარია სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, რასაკვირველია. აი ეს უნდა გამოვლინდეს და ამისთვის არის ეს დაშვებული ამ პიროვნებაზე. უფალმა იცის, რომ ამ პიროვნებაში არის ესეთი შესაძლებლობები და აი პირველი საიდანაც ჩანს, რომ ეს განსხვავებული პიროვნება ეს არ არის, უფალმა ადრეც განკურნა ბრმანი, მაგრამ იქ ხშირად აყოვნებდა ამ კურნებას, ხშირად ეკითხებოდა რა გნებავთო, გწამთო, რომ შემიძლია ანუ მათში ის ხედავდა, რომ მათი სულიერი მდგომარეობა არ იყო ჯერ კიდევ დამაკმაყოფილებელი, მათი რწმენა ჯერ კიდევ არ იყო მტკიცე და აი ცდილობდა ასე მათში ამ რწმენის კიდევ უფრო გამტკიცებას, სულიერ გაძლიერებას ამ პიროვნებებისას. და
აქ არათუ არაფერს არც ეკითხება, არც საერთოდ არც ესაუბრება. ანუ აი მიდის და პირდაპირ თავისი ნერწყვით თიხას მოზილავს და თვალებზე აცხებს და ეუბნება წადი სილოამის საბანელზე და დაიბანე. ეს რას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს არ ჭირდება ბევრი, ასე ვთქვათ, ახსნა განმარტება. ის მზად არის, რომ ეს ქმედება აღიქვას როგორც სიკეთე, ჯერ ის არ იცნობს იესო ქრისტეს, მან არ იცის, რომ ის წინაშე იესო ქრისტეა. გაგებული ალბათ ექნებოდა, იმიტომ რომ მართალია ბრმა იყო, მაგრამ ყველაფერს ისმენდა, ესმოდა და უკვე მაცხოვრის შესახებ ეს ცნობები გავრცელებული იყო. და ისიც ექნებოდა მოსმენილი, რომ ბრმები განკურნა, მაგრამ აი მისი მხრიდან არ ჩანს რაღაცა ესეთი აქტივობა, რომ აი ითხოვდეს, არაფერს არ ითხოვს, მაგრამ როგორც კი უცებ, ესე იგი, მას თვალზე აცხებენ, ესე თქვა, თიხას და ეუბნებიან წადი და დაიბანე, ის აი მყისიერად ემორჩილება. რას ნიშნავს ეს? ესე იგი, ეს არის საოცრად სუფთა გულის და სულის ადამიანი. ესეთი რომელიც რაღაცა აი მზად არის სიკეთის მისაღებად. ეს არის საოცარი თავდაბალი, საოცარ მორჩილი. აი ეს პირველი რაც ჩანს ამ ადამიანში. მოდის, მას თვალი აქვს ახელილი. და ძალიან საინტერესოა, რომ არ არის მისი რეაქცია აღწერილი. ესე იგი, არ არის მისი რეაქცია აღწერილი, თუმცა სხვა შემთხვევებში ჩანს ხოლმე ეს რეაქცია და ის რაღაცა ძალიან ესე ვთქვათ შვიდად ღებულობს ამას. რაღაცა ეს მადლიერება იმისი არის შინაგანი. და უკვე ამის შემდეგ იწყება ახალი განსაცდელი, რომელიც კიდევ ერთხელ არის იმისთვის, რომ გამოვლინდეს მისი ღირსებები და უკვე გამოვლინდეს, თუ აქამდე ეს დაფარული იყო და თქვა არ ჩანდა, რომ ამ ადამიანში აი ესეთი საოცარი, თუმცა ჩანდა ალბათ იმიტომ, რომ ნაწილობრივ რომ აი როდესაც ადამიანი ასეთი მძიმე ჯვარს ატარებს და არ დარტვინავს, არ არის ასეთი ადამიანების წინაშე ასე ვთქვათ გაღიზიანებული და მუდამ გამწარებული და მუდამ ასე ვთქვათ დარდიანი, შეწუხებული. აი ეს უკვე არის ნიშანი, მაგრამ ეხლა უნდა გამოვლინდეს რაღაცა განსაკუთრებული მისი თვისებები და ეს უკვე აი ეს მისი თუ შეიძლება ითქვას ღირსებები უნდა გახდეს ადამიანებისთვის რწმენის გამტკიცების საფუძველი. და აი ამ დროისთვის, ესე იგი, უფალი ამზადებდა ამ პიროვნების თვალის ახელას. და რა ახალი განსაცდელი რა არის? მაცხოვარმა თვალი აუხილა შაბათ დღეს. საერთოდ მაცხოვარი ხშირად კურნავდა და სასწაულებს აღასრულებდა შაბათ დღეს საგანგებოდ, რადგანაც ფარისევლების მიერ შაბათი დღის დაცვა, რომელიც ჯულში იყო, დამახინჯებულად იყო გააზრებული. ისინი შაბათის სულიერ მნიშვნელობას დასცილდნენ და მხოლოდ მისი გარეგნული აღსრულების წესებით იყვნენ დაკავებული, რაც ხშირად ესე ვთქვათ კომიკურ სიტუაციამდეც კი მიდიოდა მათი მხრიდან, იმდენად ესე ვთქვათ წვრილმანებს აქცევდნენ ყურადღებას და შესაბამისად აი ეს მაცხოვარი ცდილობდა, რომ ემხილებინა მათი აი სიკეთეს აკეთებდა და თითქოს სიკეთის კეთება შაბათს არ შეიძლება. ამის გამო მაცხოვარს, ესე იგი, გამოცხადებული იყო როგორც ჯულის დამრღვევი და ვინც მას, ესე ვთქვათ, მის ქმედებაში დაინახავდა ღვთის ძალას და მის მიმართ, ესე ვთქვათ, დობას და პატივისცემას გამოხატავდა და აღიარებდა მის, ესე ვთქვათ, პიროვნებას როგორც ღირსეულს, მათ ემუქრებოდნენ კრებულიდან განდევნით, ანუ განკვეთით,
რაც უმძიმესი სასჯელი იყო იუდეველისათვის. ეს იმდენად მძიმე სასჯელი იყო, რომ ოჯახის წევრებსაც კი აღარ ეძლეოდათ უფლება, რომ მასზე ეზრუნათ. ეს რაღაც წარმოუდგენელი სასჯელი იყო და ამისი ეშინოდათ, რასაკვირველია, იუდეველებს და აი უცებ აღმოჩნდა, რომ ეს ფარისევლები ეუბნებიან ამ განკურნებულს, ბრმად ყოფილს, რომ ის კაცი ცოდვილია, რომელმაც შენ განკურნა და ესე იგი ამით ფაქტიურად ითხოვენ მისგან, რომ მან ეს დაადასტუროს და მიუხედავად იმისა, რომ მან კურნება მიიღო, დაეთანხმოს. აი ამაში, ანუ აშინებენ, იციან, რომ აი თუ არ დაეთანხმება, მერე ეს სასჯელი ელოდება და აი ამითი ცდილობენ დაუკარგონ თითქოს ძალა საზოგადოების თვალში მაცხოვრის სასწაულს, მაცხოვრის მიერ ღვთაებრივი ძალის გამოვლინებას და საზოგადოებაც ესე ვთქვათ დაარწმუნონ, რომ აი თვითონ ეს განკურნებულიც კი რაღაც აღიარებს, რომ ის ცოდვილია. მაგრამ აღმოჩნდება, რომ სწორედ ეს თვისებები, რაც ჰქონდა აი ამ ბრმად ყოფილს, აი საოცარი სარწმუნოება, სასოება და რაც თავარია სიყვარული, ღვთის სიყვარული ჰქონდა. აი ამ ტანჯულ ადამიანს ჰქონდა სიყვარული, რადგანაც მისთვის თავარი იყო სულიერი კავშირი ღმერთთან, რომელსაც ის განიცდიდა და აი ამ კავშირით, აი ამ სარწმუნოებით, სასოებით და სიყვარულით იგი უძლებდა ამ ტვირთს და არა მარტო უძლებდა, არამედ ასე იგი გარკვეულად ესეთი ძლიერდებოდა კიდევაც ამ ტანჯვით. სულ აი ეს განსაცდელი მას უფრო უფალთან, ძირითადად უფალთან სიახლოვეს უწყობდა ხელს და ფაქტიურად ეს კიდევ ერთხელ გამოვლინდა უკვე, როდესაც მას თვალი აეხილა, რომ იგი არათუ შეუშინდა ფარისევლებს, არამედ კიდევაც, ესე იგი, დაუპირისპირდა მათ თავისი კეთილის ყოფილის შესახებ მხოლოდ სიმართლე, სიკეთე ილაპარაკა და იქით ამხილა მათი უგუნურება, რომ თუ კი ადამიანი ცოდვილია, რატომ ცოდვილის ღმერთი არ ისმენს და ის რომ ცოდვილი იყოს, ღმერთი არ მოისმენდა მას, ამიტომ ფაქტიურად ამხილა ფარისევლები, რითაც განარისხა ისინი და ნუ ერთ-ერთი გამოსავალი მათი ის იყო, რომ ასე ვთქვათ, განდევნეს სინაგოგიდან. და ეს ეტაპები იყო განდევნის, ანუ განკვეთის. პირველი ეტაპი იყო გარკვეული ვადით, მერე ეს თუ არ შეინანებდა, კიდევ ეს ვადა იზრდებოდა და ბოლოს სრული განკვეთა იქნებოდა და განდევნეს, მაგრამ მას რასაკვირველია, მისთვის მთავარი იყო, რომ ჭეშმარიტებისთვის არ ეღალატა და რასაკვირველია, მას ჰქონდა სიხარული და მან აღასრულა მთავარი მცნება. მეცხრე ნეტარება, ნეტარიყვნენ თქვენ რაჟამს გდევნიდან და ყვედრიდან და სხვან ყოველი სიტყვა თქვენ და მომართ ციცრუით ჩემთვის გიხაროდნენ და მხიარულიყვენით, რამე თუ სასყიდელი თქვენი მრავალ არც სათაშინა. აი ეს აღასრულა მან, ანუ მან აღასრულა, გამოიჩინა სიმამაცე და აღსარებლობის სათნოება აღასრულა. ეს არის სწორედ აღსარებლობა, როცა შენ მიუხედავად იმისა, რომ შენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, შენ აღიარებ ჭეშმარიტებას კაცთა წინაშე, რომლის შესახებაც მაცხოვარი ამბობს, რომ მან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, მეც აღვიარო იგი წინაშე მამისა, ჩემისა, ზეციერისა. და აი სასყიდელიც მოდის. მაცხოვარი მოინახულებს უკვე ამ სინაგოგიდან განდევნილ ბრმად ყოფილს და ეუბნება მას, რომ შენ გწამს ძე ღვთისა,
უფალო ვინ არის იგი მითხარი რომ ვიწამო იგი და იქ ეუბნება რომ შენ იხილე იგი და იგი შენ გესაუბრება ანუ რომ შენს წინაშე დგას ღვთისა და მან უყოყმანოთ რასაკვირველია აღიარა დაემხო მუხლებზე და თაყვანისცა მას ანუ მან მიიღო ყველაზე დიდი საჩუქარი მან ესე იგი იხილა უფალი და მან ესე იგი უფალმა თავად გამოუცხადა თავისი თავი და რაც თავარია მან სრულად ირწმუნა ეს ძლიერი რწმენა ეს სრული დაუეჭვებელი რწმენა გამოხატა მან რაც არის აი ადამიანის ყველაზე დიდი სულიერი სრულყოფის ყველაზე დიდი საფეხური როდესაც მასში არის შეურყეველი ურყევი დაუეჭვებელი რწმენა იმისა რომ იესო ქრისტე არის ძეხვთისა მესია ანუ განკაცებული ღმერთი და აი რა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ მოთხრობაში რომ საკურველია ის აღსარებლობა ეს უდიდესი სათნოება და რომ აი ჩვენ განსაცდელის არ უნდა გვეშინოდეს ხშირად უფალი უშვებს ჩვენს განსაცდელს იმისთვის რომ ჩვენ სწორედ განსაცდელში დავინახოთ უფლის მადლი როგორ გვიცავს ჩვენ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გვამდიდრებს ჩვენ სულიერად და როგორ გვეხმარება რომ აი წუთი სოფლის ჭირი წუთი სოფლის სიმწარე ესე ვთქვათ ჩვენში თანდათან დაიძლიოს და საერთოდ გაქრეს კიდევაც ამიტომაც ამბობს მაცხოვარი რომ ისწავლეთ ჩემგან რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და პოდ განსვენება სულთა თქვენთა აღიღეთ უღელი ჩემი თქვენზე და რამე თუ უღელი ჩემი ტკბილას და ტვირთი ჩემი სუბუქარს აი ეს ტკბილი უღელი დიახ როდესაც ადამიანი აიღებს აი ამ წუთი სოფელში არსებულ სიმძიმეს მიიღებს უდრტვინველად რწმენით რომ უფლის განგების გარეშე არაფერი არ ხდება მისთვის ეს სიმწარე სიტყვებად გადაიქცევა მისი ეს მძიმე ტვირთი მსუბუქი გახდება და აი ეს ძლევს ჭეშმარიტი სარწმუნოება წუთის სოფელს და ჭეშმარიტი სარწმუნოებით ახსილი პიროვნება წუთის სოფელს და ახსარებელი წუთის სოფელს აი ამიტომ არის სამი სახის განსასწრელი ერთი როდესაც ადამიანს ცოდვების გამო აქვს ეს განსაცდელი ორი სახის არის ეს ცოდვების გამო განსაცდელი ერთი როდესაც ადამიანი ფიზიკურად უძლურდება მეორე როდესაც იგი ზნეობრივად კნინდება აი მაგალითად ამის მაგალითები არის მეოთხე კვირის განღვეულის ამბავი რომელიც ჩვენ ვისაუბრეთ სადაც ადამიანი თავის ცოდვების გამო მძიმე ფიზიკური სნეულებით იტანჯებოდა და ვინაიდან მან აღიარა თავის ცოდვები შეინანა და ჰქონდა სინანული აი ღმერთმა მას ეს განსაცდელისგან გაანთავისუფლა განკურნა მეორე სახის განსაცდელი აი მეხუთე კვირის სახარებაში სამარიტელი დედაკაცი ესეც პიროვნება იყო ზნეობრივად მეტად დაუძლურებული დასნეულებული მაგრამ მასში იყო სინანული მასში იყო უკმაყოფილება საკუთარი ცოდვების გამო და აი მასში აი სწორედ იყო სასოება ღვთისა და ისიც განიკურნა და არის ეს ორი სახე ესე იგი ვთქვათ ცოდვების გამო ფიზიკური და სულიერი განსაცდელი და არის როდესაც განსაცდელი მოდის აი ეს მესამე სახის განსაცდელი მოდის ესე იგი უფლისგან დაშვებულია სულიერი წრთობისათვის გამოცდისათვის სულიერი სრულყოფისათვის და აი სწორედ ეს მესამე სახის განსაცდელი არის ბრმად ყოფილის განსაცდელი და ღმერთმა მოგცეს ძალა რომ ნებისმიერ განსაცდელში შევინარჩუნოთ რწმენა, სასოება და სიყვარული ღვთისა
და წუთისოფელი ვერასოდეს ვერ დაიმონებს, ვერ დაჩაგრავს, ვერ გაამწარებს ადამიანს, ადამიანი გაიმარჯვებს წუთისოფელზე და ეს არის სწორედ აღდგომის მადლი, ძლევა, ესე იგი, ბოროტებისა, ძლევა სიძულვილისა, ძლევა სიკვდილისა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღმერთმა გვიახლოვდება ამაღლების დღესასწაული და ღმერთმა ბედნიერი ამაღლება გაგვითენოს. ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე. ამინ.